დიახ, აი თქვენ რაც თქვით, რომ შემოსავლის სწორი განაწილება მნიშვნელოვანია, ზუსტად ეს არის ფინანსური განათლების მთავარი მიზანი, ანუ ფინანსური განათლება, ეს არის ისეთი ცოდნა, დამოკიდებულება და უნარები, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ მიიღოს აი ინფორმირებული, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და საბოლოო მიზანი არის, რომ გაიუმჯობესოს თავისი ფინანსური კეთილდღეობა. ანუ აი სამ კომპონენტს გამოვყოფ, ერთია მაგალითად ვიცოდე, ეს როგორ უნდა გავაკეთო, მეორე რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, ანუ ჩემი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, ფულის სწორად განაწილება თუ არ არის, მნიშვნელოვანია დაზოგვა თუ არ არის და შეიძლება ჩვენ თქვათ შევცვალოთ ცოდნა, იმიტომ რომ რაღაცა ვისწავლოთ, შეიძლება ჩვენი დამოკიდებულებებით შეიცვალოს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ქცევის ცვლილება, ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ, ქცევაში უნდა დაინერგოს და ეს ყველაზე რთული ნაწილია ქცევის ცვლილება ჩემი აზრით, არა, მაგრამ აუცილებელია რომ ფუნდამენტი ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში, ზუსტად იქიდან იწყება ჩადება, რომ ჯერ თქვათ ვისწავლოთ რაღაცები, მერე ჩვენი დამოკიდებულებებით შეიცვალოს და ამ ქცევას გარკვეული დროს ძადვარ. აბა, დავიწყოთ მოგისმენთ და მოდი დავიწყოთ თავდაპირველად ალბათ 50, 30 და 20-ის წესი. აი ეს რომ განგვიმარტოთ თავდაპირველად რას გულისხმობს, რას ნიშნავს ის და როგორ მუშაობს აი საერთოდ აი ფინანსებთან დაკავშირებით. ხო, როდესაც შემოსავლების აი სწორად განაწილებაზე ვსაუბრობთ, ანუ ფულის გონივრულ მართვაზე თუნდაც ადამიანებს ხშირად ეზარებათ, რომ აი რაღაცა გავაკეთო დაწვრილებით ბიუჯეტი, აღვიცხოთ ჩემი ხარჯები, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტივი ფორმულა არის, რომელიც რაღაცა ყველა კატეგორიის ადამიანს შეიძლება გამოადგეს 50-30-20-ის წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შემოსავალი უნდა დავყოთ სამ კატეგორიად და შესაბამისად გავანაწილოთ. შემოსავლის 50%, ანუ ნახევარი უნდა მივმართოთ საჭიროებებზე, ანუ ისეთ რაღაცეებზე, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ, უნდა სწორება 50%, შემოსავლის ნახევარი, ანუ საჭიროებები, რაც აუცილებელია ცხოვრების პირობების შესანარჩუნებლად. კომუნალური გადასახადები, საცხოვრებლის ხარჯები, კვება, ტანსაცმელი, თუნდაც განათლება. ტანსაცმელიც აქ შედის? ტანსაცმელი კი, იმიტომ რომ გააჩნიათ, ან აი რას ვიგულისხმობთ, მაგას ნიშნავს, რომ ვერ ვივლით რა თქმა უნდა ტანსაცმლის გარეშე, მაგრამ გააჩნია რაოდენობას, ხო? თუ თქვათ არ მჭირდება და მაინც ყიდულობ, ეგ უკვე საჭიროება აღარ არის და არის სურვილი. ფეხსაცმელი მჭირდება, ეს უკვე საჭიროება, მაგრამ თუ სიტყვაზე სამი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს და მეოთხესაც დავატკი თვალი ვიტრინაში, შესაბამისად ეს უკვე ფუფუნების ნაწილია. მივად ტრენდებს ყვები და მინდა რომ აი ესე ტრენდულად მეცვას, ეს უკვე სურვილი იქნება, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ რომ სურვილებზე არ უნდა დავხარჯოთ, იმიტომ რომ ჩვენი სურვილების ასრულება რაღაცნაირად თავდაჯერებას გვმატებს, мотиваციასაც გვიმაღლებს და გვაბედნიერებს. ამიტომ არის ამ ფორმულაში 30% სურვილებისთვის გამოყოფილი. ანუ თუ 50% ხარჯავთ საჭიროებებზე, 30% უნდა დავხარჯოთ სურვილებზე, რომელიც აუცილებელი არ არის სასიცოცხლოდ, მაგრამ გვაბედნიერებს, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს დაზოგვაც და ეს 20% არის იმაზე, რომ ჩვენი შემოსავლის ნაწილი გადავდოთ, არ დავხარჯოთ იმ წუთას, არამედ რაღაც მნიშვნელოვანისთვის შევინახოთ. ხო, აი აქაც ნახოთ რისთვის ვზოგავთ, ხო? ეს შავი დღეც ძალიან მნიშვნელოვანია, ესეთი გამოთქვათ რო გვაქვს ქართველებს, რომ შავი დღისთვის დავზოგოთ, იმიტომ რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ მოხდეს, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექნა, სამსახური დავკარგოთ და უცებ დაგჭირდეს ფული, ამისთვის უნდა გქონდეს გადადებული, მაგრამ დაზოგვაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ფინანსურ მიზნებზეც, ანუ ისევ სურვილებზე, ოღონდ უფრო გრძელვადიანზე და უფრო რაც მეტ ფულს მოითხოვს. ანუ რისი ასრულებაც მომავალში გვინდა და შეიძლება მსხვილი შენაძენი იყოს, არ ვიცი, მოგზაურობაც იყოს, საზღვარგარეთ სწავლაც და ასე შემდეგ. და თუ ესე გავანაწილებთ 50% საჭიროებებზე, 30% სურვილებზე და 20% დანაზოგზე და ამ დანაზოგს შეიძლება ბანკში შევინახოთ, შეიძლება რაღაცაში ინვესტირება გავაკეთოთ, ანუ დავაბანდოთ ეს თანხა, რომ შემდეგ უფრო მეტი შემოსავალი მოგვიტანოს, ანუ მარტივი ფორმულა, რომელიც ასე ვთქვათ, ნებისმიერ შემოსავალს ერგება. მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევები მივიღეთ. ვცადოთ, ანუ ამას. მაგრამ რომ ვცადოთ, ჩემი აზრით, ალბათ აუცილებელია, რომ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს ფინანსებთან მიმართებაში, ხო, იმიტომ რომ მე პირადად აი შავი დღისთვის 20% რომ უნდა გადავდო, ფაქტობრივად ამას არასდროს არ ვაკეთებ. შესაბამისად, აი ჩემი ტიპის ადამიანს გაუჭირდება ეს დამოკიდებულება შეცვალოს ამ საკითხების მიმართ. არსებობს რამე ოქროს რჩევები, რომლითაც თქვაც დაგვარწმუნებთ ახლა იმაში, რომ თვის ბოლოს ასე მოვიქცეთ ხოლმე. კი, აი თვის ბოლოს, ანუ თუ როცა გვერიცხება ხელფასი, აი დაზოგვაზე ერთი ასეთი გამოთქმაც არსებობს, პირველ რიგში საკუთარ თავს გადაუხადე, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსავალს როცა მიიღე, პირველ რიგში შენს მომავალზე იფიქრე და მომავალში შენ საკუთარ
თავისთვის გადადა ეს ფული და არა მერე როდესაც ვთქვათ ხელფას დახარჯავ და აღარ იცი უკვე დაგრჩება თუ არა. ანუ პირველ რიგში უნდა ემოციების მართვა, მაშინ ემოციების მართვა და კონტროლია, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენი გონებიდან მოდის, ასე ვთქვათ და როგორ ვსწავლობთ ამ ემოციების მართვა? ხო, რაღაც ძალიან გვინდა, თიკო. შეკითხვა $1,000,000-ზე. როგორ ვისწავლოთ ეს ყველაფერი, ეს არის თავარი. ხო, აი ემოციების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყველაფერი და მათ შორის ფინანსური გადაწყვეტილებებიც განპირობებულია ემოციებით. ხო, აი რაღაცა შეხვდა ისეთი რაღაცა დივაისი, ან თუნდაც ტანსაცმელი, ან რაღაცა და გვინდა რომ მაშინვე ვიყიდოთ და ან არც მოწყენილი ვართ და მივდივართ შოპინგზე, ან რაღაცა მოხდა და გვინდა რომ ვიყიდოთ. აი ემოციების მართვა იმას გვეუბნება, რომ თუ რაღაცის ყიდვას აპირებ, ჯერ დაფიქრდი, ნამდვილად გჭირდება თუ არა და ცოტა ხანი დააყოვნე, ანუ შეაკავეს შენი სურვილი მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. კარგი ფასდაკლება მომუნებდეს ხოლმე. ერთი წრე დაარტყი და ეს ამძაფრებს სურვილს. აი თქვათ რაღაცა მომეწონა, ხო? ამ დროს თუ ამ ნივწე კარგი ფასდაკლება არის შემოთავაზებული, ნუ მომენტალურად ეს ჩემი სურვილი მძაფრდება ხოლმე თან და აი ამ დროს ემოციების მართვა ორჯერ უფრო რთული ხდება. კი, ამიტომ როცა დავიცდით, მე შეიძლება მივხვდეთ, რომ თურმე ისე არ გვინდოდა და იმ წუთას რაღაც ემოცია, რაღაც ფაქტორი მოქმედებდა ჩვენზე. ამიტომ მინიმუმ 24 საათი მოვითმინოთ, ესე ვთქვათ და მე კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას. არა, 24 საათი. ვიქნებ ერთ წელს დაარტყავ თქვა რაღაცა მაღაზია. და რაც უფრო მსხვილი შენაძენია, მით უფრო შეიძლება გავზარდოთ ეს დრო, იმიტომ რომ თუ რაღაცაში დიდ ინვესტირებას ვაკეთებთ, დროც ცოტა მეტი დავხარჯოთ ამაზე მოსაფიქრებლად. ძალიან მინდა კითხოთ იმ ადამიანების შესახებ, რომელს მე და თაკო არ შევდივართ ამ ადამიანებში გარწმუნებთ, რომელსაც ფულის დაკარგვის პანიკური შიში აქვს. ანუ ეს შიში რო გქონდეს, ფულიც უნდა გქონდეს, ხო? ბუნებრივია, სხვანაირად არ არის. ეს რა ტიპის ფობია? ხო, აი საერთოდ რა ფენომენია ეს რომ ფულის დაკარგვის რომ არ გახდეს თქვათ რაღაცა თაღლითობის ხვეპლი და ეს ფული არ მოპარონ. ხო, არ ვიცი, შეიძლება არსებობს ალბათ კატეგორია ისეთი, რომელსაც უბრალოდ არ უყვარს ფულის დახარჯვა. იგივე დაკარგვა არ არის მათთვის. ხო, ანუ ამასთაც დაეხმარებათ ის 50-30-20-20 წესი, რომ თქვენი ესე ვთქვათ თანხა არ არის მარტო იმისთვის, რომ მუდამ საჭიროებებზე ვიფიქროთ, ან შევინახოთ და საერთოდ არ დავხარჯოთ და თქვენ სურვილებს მივხედოთ. ეს არის ერთი რო გონივრულად მართოთ და მეორე ალბათ ის რომ დავიცვათ და იმ ფულს სადაც ვაბანდებთ, მაგალითად ინვესტირებას რო ვაკეთებთ, კარგად გამოვიკვლიოთ, რაში ვაბანდებთ ამ თანხას და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება აქედან მოგებულებიც დავრჩათ ან წაგებულებიც და აქ ოქროს წესიც არსებობს, რომ რაც უფრო მაღალ მოგებას გვპირდებიან, მით უფრო მაღალია რისკი. და თუ რაღაცა ისეთ მეტად კარგი ჩანს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, დაფიქრება გვმართებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე სიმართლე და ამიტომ, როდესაც ვთქვათ ფინანსურ თაღლითობაზე ვსაუბრობ, ცოტა ზედმეტი სიფრთხილეც კარგია, რომ არ დავკარგოთ ჩვენი თანხა, ყურადღებით ყოფნა. სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად გვასწავლიან ხოლმე, როგორ გავმდიდრდეთ და გარკვეული ტიპის რჩევებს გვაძლევენ ხოლმე. თუ არსებობს ესეთი ფორმულა, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავმდიდრდეთ, ან თუნდაც ჩვენი დანაზოგი გავზარდოთ. ალბათ უფრო სწორი ისე იქნება. გარდა იმისა, რომ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს შევიძენთ, ისეთ რაც შეიძლება არც გჭირდებოდეს. კი ბატონო, ხო, ძალიან ხშირად არის ხოლმე აი ფინანსური რჩევები და განსაკუთრებით სწრაფი გამდიდრების დაპირების მეთოდები და აქ ალბათ უნივერსალური რჩევა ის იქნება, რომ პირველ რიგში მომხმარებელი დაფიქრდეს, არ ვიცი რეკლამის სახით შეხვდა თუ ვიღაც ანუ ინფლუენსერია, რომელიც ამ აზრს აწვდის და ასწავლის, ანუ კარგად გამოიკვლიოს ვინ არის, რა პროფესიისაა ეს ადამიანი, რა ბექგრაუნდი აქვს, რა იცის და რას ეუბნება, ესე ვთქვათ და დასვა სწორი კითხვები, ანუ მას თუ კითხვები უჩნდება და გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, მოისმინოს მეორე აზრი, შეადაროს სხვებს და არენდოს რაღაცა პირველივე შემოთავაზებას. ანუ ნამდვილად დარწმუნდეს, რომ თუნდაც ის რაშიც აბანდებს ფულს, არის რეალური და არ გახდება, ესე ვთქვათ, თაღლითობის სვერპლი და ყველა რჩევა სანდო არ არის, როგორც ყველა ინფორმაცია ინტერნეტში. ამიტომაც არის სპეციალისტი დღეს შუადღის სტუმარი. აი ხომ მოვისმინეთ, ჩავიწერეთ, გავიგეთ. ეხლა ვიმოქმედოთ და შემდეგ სტუმრობაზე მოვახსენოთ რა და როგორ განვითარდეთ. კარგი, ესე გავაკეთოთ. პრაქტიკაში თუ განვახორციელებთ და ჩვენ მაქვს რომ ნაწილობრივ მაინც 50-30-20 შესაძლებელი. მე მჯერა ჩვენი ლაშა.
ხო, აუცილებლად ასეც იქნება. მადლობა რომ კარგი შედეგებით იყო შევხვდებით იმედია ერთმანეთს. მადლობა შევხვდებით და თუ მეტი ინფორმაცია და გაინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხების შესახებ, ხო, ეს შეგიძლიათ ფინედუს ვებგვერდზე www.finedu.go/g ნახოთ, სადაც აბსოლუტურად მიუკერძოებელი უფასო რესურსებია, როგორც ვიდეო რჩევები, ასევე კროსვორდები, ქვიზები, ბლოგები და ნახავთ რჩევებს ფინანსური უსაფრთხოების და ფულის სწორად მართვის შესახებ. მნიშვნელოვანია ხოლმე ფინანსებთან მიმართებაში.